უნგრეთ-უკრაინის საზღვართან მიტანილი რუსული იერიშის გამო უნგრეთის მთავრობამ რუსეთის ელჩი დაიბარა. უნგრეთის ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა ამის შესახებ მისი მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისმა ახლად ჩამოყალიბებულმა მთავრობამ რუსეთის ელჩი მას შემდეგ დაიბარა, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან ახლოს დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა. უნგრეთის მთავრობა მკაცრად გმობს რუსეთის თავდასხმას ზაკარპატიის ოლქზე, იქ უნგრელები ცხოვრობენ. ხვალდილით ახალი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი ანიტა ორბანი უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩს დაიბარებს. ისიც იმავეს ეტყვის მას. ასევე მოითხოვს იმის გარკვევას, თუ როდის დაასრულებენ რუსეთი და ვლადიმერ პუტინი ამ სისხლიან ომს, რომელიც 4 წელზე მეტი ხანია გრძელდება. აპრილში ვიქტორ ორბანის ისტორიულ არჩევნებში დამარცხების შემდეგ პეტერ მადიარმა პირობა დადო, რომ მისი წინამორბედის 16 წლიანი მმართველობის შედეგებს გამოასწორებს. რუსეთის ელჩის დაბარებაც ამ პროცესის ნაწილია, რაც ვიქტორ ორბანის მთავრობის მოსკოვთან მეგობრული პოლიტიკის გადახედვის წინაპირობაა. პეტერ მადიარმა ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთის ახალი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კორუფციის დამარცხებაა. მთავრობის სხდომაზე მან ვიქტორ ორბანის მთავრობის მიმართ არსებულ კორუფციის ბრალდებებზე გაამახვილა ყურადღება. მესმის, რომ საერთაშორისო კრიმინალური ქსელის ორმა წევრმა უნგრეთი უკვე დატოვა, ამას ველოდი. რეალურად ვიქტორ ორბანი აქ საერთაშორისო კრიმინალურ ბუნაკს მართავდა. სავარაუდოდ სანაცვლოდ რაღაცას ელოდა. ახლა შესაძლოა იმას ცდილობს, რომ ეს ყველაფერი ჯიბის ფულად გადააქციოს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ეს მოვსპეთ, რადგან სწორი არ არის, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ძალიან მძიმე დანაშაულში არიან ბრალდებული, იმალებოდნენ ევროკავშირში ან ჩვენს ქვეყანაში. თან საცხოვრებლისა თუ სხვა საჭიროებებისთვის ჩვენი გადასახადებით იღებდნენ ფულს, ან თუნდაც სამუშაოს შეულობდნენ. მთავრობის პირველი სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უნგრეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მომდევნო დღეების განრიგიც გააცნო. მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში შედგება, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდება. ამის შემდეგ კი პეტერ მადიარი ავსტრიას ეწვევა, სადაც ავსტრიის კანცლერთან ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს.